მთავარი ბრძოლა ჩარლზ ოლივეირა ილია თოფურიას წინააღმდეგ 28 ივნისს UFC 317-ზე შედგება. UFC 317-ის თანამთავარი ბრძოლა კაიკარა ფრანსი ალესანდრე პანტოჟას წინააღმდეგ იქნება. ასევე ამ ქარდზე დაანონსდა რენატო მაიკანოს და ბენილ დარიუშის ბრძოლა. 16 აგვისტოს UFC 319-ზე დრიკუს დუპლესი დაუპირისპირდება ხამზატ ჩიმაევს და 26 ივლისს შარა ბულეტი მარკ ანდრე ბარიოს წინააღმდეგ. ხამზატ ჩიმაევი და დრიკუს დუპლესი ერთმანეთს ოფიციალურად UFC 319-ზე 16 აგვისტოს ჩიკაგოში დაუპირისპირდებიან. როგორც ჩანს, ჩიმაევმა ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები უკვე მოაგვარა. დრიკუსმა კი თქვა, მაქსიმუმ 4 თვეში შემიძლია ბრძოლა. ისე აგიხდა ყველაფერი. ზუსტად ესე გამოვიდა. UFC 319-ის მთავარ ბრძოლაში სწორედ ეს დაპირისპირება იქნება. ისლამ მახაჩევი შემდეგ ბრძოლას ჯეკ დელა მადალენასთან ჩაატარებს. დანა უაიტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ისლამ მახაჩევი და ჯეკ დელა მადალენა ერთმანეთს შეხვდებიან. იქიდან გამომდინარე, რომ ივლისის და აგვისტოს ნომერიანი ორთაბრძოლები უკვე დაკავებულია, ხოლო სექტემბერში UFC მექსიკაში ტარდება, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ბრძოლა ოქტომბერში აბუ-დაბიში გაიმართება. ასე რომ მახაჩევს დაახლოებით კიდევ 6 თვე ვნახავთ. სამწუხარო. და მთავარი, როგორ მივიღეთ UFC 317-ზე ილია თოფურიას ქამრისთვის ბრძოლა. ყველამ კარგად იცის, რომ თავიდან ილია თოფურია უნდა დაპირისპირებოდა ისლამ მახაჩევს მსუბუქი წონის ტიტულისთვის, მაგრამ ეს გეგმა ბელალმა ჩაშალა. დეინას სახეზეც ეტყობოდა რამდენად იმედგაცრუებული იყო. ასე რომ მახაჩევი ვერ მიიღებს მონაწილეობას UFC 317-ზე და პერეირამაც უარი თქვა ანკალევთან ბრძოლაზე. დენა ჭკუიდან გადაიყვანეს, ხოლო ევლოევის პოსტმა უფრო მეტი დაბნელულობა შემოიტანა. უცებ ყველას გვეგონა, რომ საერთაშორისო საბრძოლო კვირაულზე ევლოევი და ვოლკანოვსკი შეხვდებოდნენ. მაგრამ საბოლოოდ ისლამი დაითანხმეს დაეტოვებინა ქამარი და UFC-მაც დაუყოვნებლივ შექმნა ახალი მთავარი ბრძოლა ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ. ეს ბრძოლა სრულყოფილი მსუბუქი ქამრის ტიტულისთვის გაიმართება და იქნება საერთაშორისო საბრძოლო კვირაულის მთავარი ბრძოლა. ღონისძიების კომეინში დაბალწონოსნების საჩემპიონო ბრძოლა იქნება. ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი ჩემპიონი ალესანდრე პანტოჟა კაიკარა ფრანს დაუპირისპირდება. ბატონებო, რაც ხდება ძალიან საინტერესოა. და რაც მთავარია, ილია თოფურია ხდება ახალი ჩემპიონი მსუბუქ წონაში.